დღეს ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ახალი გრძელვადიანი პროგრამა სისტემებისა და იარაღის მთელი სპექტრისთვის. უპირველეს ყოვლისა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციისა და სხვადასხვა რეგიონული კონფლიქტის გამოცდილება ამ მიზნით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების გლობალური ტენდენციების გათვალისწინება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბირთვულ ტრიადას, რომელიც იყო და რჩება რუსეთის სუვერენიტეტის გარანტად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფაში. ამჟამად თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის წილი ჩვენს სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში უკვე 95%-ია. ეს კარგი მაჩვენებელია. სინამდვილეში ეს მსოფლიოში არსებულ ბირთვულ ძალათა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების საფუძველზე საჰაერო და კოსმოსურ ძალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მტრის სამიზნეების განადგურებაში. ამიტომ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს სისტემური და თანმიმდევრული ზომების ერთობლიობას რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო თვითმფრინავებისა და საჰაერო იარაღის შესაქმნელად და შესაძენად. ამავდროულად ნებისმიერი მასშტაბისა და ინტენსივობის თანამედროვე სამხედრო ოპერაციების წარმოებისას მთავარ ძალად რჩებიან სახმელეთო ძალები. მნიშვნელოვანია მათი საბრძოლო შესაძლებლობების უმოკლეს დროში გაზრდა, განვითარებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა, უმაღლესი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლებისა და მოდერნიზაციის რესურსის მქონე პერსპექტიული მოდელებისა და იარაღის სისტემების შემუშავების უზრუნველყოფა.